საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ეზოში წიგნის ბუდე განთავსდა. აღნიშნული საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით მოეწყო. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, მისი მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის დირექტორი ლალი მელივა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ წიგნის ბუდე ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ სკვერის ბიბლიოთეკის ფარგლებში დამზადდა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე რამდენიმე წელია ამ პროექტს ახორციელებს. წიგნის ბუდიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს მისთვის სასურველი წიგნი, წაიკითხოს ის ადგილზე, ან სულაც სახლში წაიღოს, წაკითხული კი შემდეგ ისევ ბუდეში დააბრუნოს, ან სხვა წიგნით ჩაანაცვლოს. ეს არის ინიციატივა მასწავლებლის სახლის და ეროვნული ბიბლიოთეკის და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ სკოლაში შემოსვლისას ბავშვი პირდაპირ ნახავს ჯერ წიგნის ბუდეს, სადაც ეს წიგნებია განთავსებული და მერე შედის სკოლაში ეს განწყობაც ასეთი არის. და კარგია რომ ბოლო დღე არის დღეს სწავლის და ბოლო დღეს შემოგვაშველეს ეს წიგნები, რომ ბავშვებმა ზაფხული გაატარონ შინაარსიანად. ძალიან კარგი პროექტი არის და მადლობლები ვარ ძალიან ბიბლიოთეკის, ეროვნული ბიბლიოთეკის და მასწავლებლის სახლის. სიმბოლური არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ სკოლამ ბავშვებმა დადგეს ვრცელი სპექტაკლი, დაახლოებით 3 საათი გრძელდება ილია ჭავჭავაძის შესახებ, მთლიანად ამოწურეს ფაქტიურად ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება და აი ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც არის გამგრძელებელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, გვესტუმრა და ესეთი სასიამოვნო კავშირი შედგა, ხიდი გაიგო. და ბავშვებს ვუთხარი კიდეც, რომ ამის მერე თქვენი გზა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაკვალულია უკვე და უნდა იარონ ხშირად. ეს პროექტი მოვილაპარაკეთ ჩვენ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მასწავლებელთა სახლთან და განხორციელდა იგი დღეს აქ ამ სკოლის ეზოში. ზოგადად წიგნის ბუდეების ტრადიცია ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია გვაქვს და ეს წიგნის ბუდეები მოწყობილია თბილისის გარდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისშიც არის გარკვეულ ადგილებში, თუმცა ალბათ სკოლის წინ ეს პირველი შემთხვევა არის და ამას რა თქმა უნდა გაგრძელებები ექნება. ჩვენ კიდევ არაერთი სკოლის წინ მოვაწყობთ ასეთ ბუდეს. ეს გარდა იმისა, რომ ესთეტიურია, მშვენიერია, არის ამავე დროს პრაქტიკული და მოსახერხებელი. ბავშვებს შეუძლიათ პირდაპირ გამოიღონ წიგნი, იქვე წაიკითხონ და დადონ. ეს წიგნთან მოპყრობის კულტურასაც, რა თქმა უნდა, წინ წასწევს. ისინი უფრო მეტად მიეჩვევიან ამას. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ ბიბლიოთეკაში მოსვლას. ამას შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდეს, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ როდესაც ვერ ახერხებენ ბიბლიოთეკაში მოსვლას, გარკვეული თვალსაზრისით ბიბლიოთეკაც მიდის მათთან. დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში წმინდა ნინოს მართლმადიდებლური სახელობის სკოლაში გავხსენით წიგნის ბუდე, რომელიც ხელშეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, ბიბლიოთეკა არის ყველასთვის, მათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი წიგნი შეუძლიათ აიღონ, წაიკითხონ და უკან დააბრუნონ და ასევე შეუძლიათ მოიტანონ თავისი საყვარელი წიგნები და ერთმანეთს გაუზიარონ. ეს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ხდება და სკოლა პირველია, სხვათა შორის პირველი სკოლაა, სადაც წიგნის ბუდე გავაკეთეთ, იქამდე გავაკეთებდით ტაძრებში, საკვირაო სკოლებში. ეს პირველი შემთხვევა არის თბილისის მასშტაბით, პირველად ჩვენს ეზოში დაიდგა წიგნის ბუდე, წიგნთან შეხება ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია და ეს კიდევ უფრო მეტად გააფართოვებს, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ. ძალიან დიდი მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ძალიან დიდი მადლობა განათლების სამინისტროს წარმომადგენელს ანი კუდუხაშვილს, რომ ჩვენი სკოლა შეირჩა და ეს რა თქმა უნდა სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ჩვენს ბავშვებს მართლაც უყვარს წიგნებთან მეგობრობა.